ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისში პირველი სკოლის წინ ნაგაკი წერეთლის სახელობის საყოველთაოდაა ცნობილი რამდენი მნიშვნელოვანი ფიგურა სწავლობდა საქართველოს ისტორიიდან ამ სკოლაში მათი სახელები მემორიალურ დაფაზე არის ამოტვიფრული სკოლის კართან მაგალითად ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე თუ სერგეი მესხი და სხვები მაგრამ ალბათ ეს დაფა გამოდგება მაგალითად თუ რაოდენ დანაწევრებული და ფრაგმენტირებულია ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება ამ დაფაზე არ არის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის სახელი, რომლებიც აქ სწავლობდნენ, რომელთაც საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები, მაგრამ რომელთა ხსენებაც აკრძალული იყო საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში და რომელთა სახელებსაც საბჭოთა პროპაგანდა, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი გეგმაზომიერად აქრობდა ქართული რეალობიდან. ასეთებია მაგალითად სპირიდონ კედია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ოპოზიციის ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ასეთია მაგალითად გრიგოლ ვეშაპელი, რომელიც ასევე მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და რომელიც ჩეკამ მოკლა პარიზში 1926 წელს. ასეთია მაგალითად დიომიდე თოფურიძე, რომელიც იყო ქუთაისის დემოკრატიულად არჩეული მერი და ამავე დროს დამფუძნებელი კრების წევრი, რომელიც ასევე შეეწირა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც მოკლეს 1937 წელს. შეგვიძლია გავიხსენოთ ასევე იოსებ გობეჩია, მემარცხენე ოპოზიციური პარტიის, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში და ემიგრაციაში გარდაიცვალა. შეგვიძლია გავხსენოთ გიორგი ლასხიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის განათლების მინისტრი, კოალიციური მთავრობის წევრი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, სხვათა შორის ერთადერთი კოალიციური მთავრობა საქართველოს ისტორიაში იყო სწორედ 1918 წელს. სამსონ ფირცხალავაც ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, მნიშვნელოვანი ფიგურა იმ დროინდელ საქართველოში, რომელიც შემდეგ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში, დაბრუნდა ემიგრაციიდან და ასევე იყო მსხვერპლი რეპრესიების და გარდაიცვალა პატიმრობაში, ციხეში, თბილისში 1951 წელს და ბოლოს სერგი ჯაფარიძე, დამფუძნებელი კრების წევრი, რომელიც ასევე მოკლეს ფაქტიურად პატიმრობაში საბჭოთა ოკუპაციის დროს და რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მანამდეც 1905 წლის რევოლუციის შემდეგ და იყო რუსეთის პირველი დუმის წევრი.